პარლამენტის რეგარშეს ხლომაზე დეპუტატები მსჯელობენ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიხედვითაც მეტადონისა და ბუპრენორფინის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების ბენეფიციარებს კერძო დაწესებულებები ვეღარ შესთავაზებენ. ჩანაცვლების პროგრამები მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში და ისიც გამკაცრებული კონტროლის პირობებში იმოქმედებს. ეს გადაწყვეტილება ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი შეემადგენელი ნაწილია. ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგენს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მიზანია დაბალანსებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის, ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ და მისმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს კიდე ერთობით გასაკეთებელი. ის მკურნალობა, რომელიც კერძო სუბიექტები ატარებდნენ, რომელიც ფასიანი იყო ეს მომსახურება, სრულად სახელმწიფოში უფასოდ იქნება ჩატარებული ჩვენი მოქალაქეებისთვის. კიდევ ორი კანონპროექტი, რომელიც მიზანმიმართულია, რომ იმპორტირებული ფსიქოტროპული საშუალებები, რომელიც დღეს ხორციელდება ქვეყანაში კერძო სტრუქტურების მიერ, ესეც გადმოდის სახელმწიფო სტრუქტურაში. მთლიანად ფსიქოტროპული ნივთიერებების სახელმწიფო მდგომარეობაში გადმოსვლას ჩანაცვლებითი თერაპიების ცენტრებს მოგცემს საშუალებას, რათა მაქსიმალურად გავამკაცროთ კონტროლი. აი ეს კერძო ბენეფიციარები, რომლებიც რიცხობრივად რა თქმა უნდა ბევრად უფრო ნაკლები არიან ვიდრე სახელმწიფო პროგრამაში სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები, ხوار შეამცირებს ზოგადად საერთო მომხმარებელთა რაოდენობას. ისინი მივლენ ისევ იმ პუნქტში, სადაც იღებდნენ ამა თუ იმ მედიკამენტს, მაგრამ თავარი აღმოხრა მოხდება კომერციული ინტერესის, რაზეც გონივრული ეჭვი არსებობს, იმისა, რომ კერძო პუნქტებში არსებობს კომერციული ინტერესი, არ ხდება სათანადოდ დოზის შემცირება, ან ხდება რაღაც ინტერესის გამო დოზის მატება ამა თუ იმ პაციენტისთვის ჩანაცვლებით თერაპიის დროს. მოგცემს საშუალებას, რომ სრულად ვაკონტროლოთ მათი რაოდენობა, გქონდეს აღრიცხვიანობა და მაქსიმალურად ჩვენი ექიმების, საუკეთესო ექიმების ჩართულობით შევძლოთ და მათი ეს დამოკიდებულება ან შევამციროთ, ან საერთოდ გეგმება თუ არა ცენტრების რაოდენობის გახსნა? ცენტრები, რომელიც ჩანაცვლებით თერაპიას გადიოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ან იქნება ჩანაცვლებული სახელმწიფო პროგრამით იმ ადგილზე, სადაც გადიოდნენ, თუ ეს ადგილი შეესაბამება იმ დღევანდელი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ან იქნება მოძიებული ახალი ადგილები. რას ნიშნავს კერძო სექტორის ჩანაცვლება? რა აუცილებლობით არის გამოწვეული? ხოლმე არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება შესაძლოა ექიმების, კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება არსებობდეს კერძო შემომტანსა და მის შემდგომ ფსიქოტროპული საშუალების რეალიზება, სრულად უნდა იყოს აღმოფხრილი, მტკიცებულებებზე აგებული და სტატისტიკურ მონაცემების საფუძველზე ვქნით, რომ სრულად სახელმწიფო უნდა იყოს კონტროლი ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტზე, მათ გამოყენებაზე, როგორც ჩანაცვლებით თერაპიის პუნქტებში, ასევე რა თქმა უნდა, სამედიცინო დაწესებულებებში.